თქვენ რო გაგასამართლებენ და აუცილებლად გაგასამართლებენ გუშინდელი და არა მარტო გუშინდელი გადაწყვეტილებების გამო თქვენ არავინ დაგაფასებთ ასე თქვენთვის არავინ დაღვეს ცრემლებს თქვენთვის არავინ გააფსებს სასამართლოს ეზოებს ასე მიმართა მოსამართლეს სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემ ნინო გალუსტაშვილს დაუანონსა რომ ყველა მოსამართლე ვინც თემიდას ნაცვლად პარტიულ ინტერესებს ემსახურება და უკანონო დავალებებს ასრულებს საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება კრიტიკა მოსამართლემ მათე დევიძის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობაში გაშვების გამო დაიმსახურა კიკნაძის მსგავსად მხარდაჭერა 21 წლის ტუსახს სხვა პატიმრებმაც გამოუცხადეს 21 წლის ბიჭს რო ციხეში უშვებ რისთვის და რა მოტივით და თან ისე სწრაფად გადიხართ მე სასამართლოდან ისიც კი არ გინათ რომ რაღაცა უკმაყოფილო შეძახილები მოისმინოთ იქიდან თითქოს სამართლიანი არ იქნებოდა ის ყველა მოსამართლე ყველა პროკურორი ვინც ამაში მონაწილეობას იღებს დაჯდება ერთ დღეს აქ და ზუსტად იმ მუხლით რა მუხლითაც ჩვენ გვასამართლებენ ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულით მურუსიძე და ჩინჩალაძე იქნებიან ორგანიზატორები და მაგით გაასამართლებენ გადასარევად გვახსოვს ყველას რა ხდებოდა წინამთავრობის დროს როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს და იმის მაგიურად რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და ეს სისტემა შეეცვალათ სახელები და გვარებიც არ შეუცვლიათ მათე დევიძის პატიმრობაში გაშვება კლანისთვის ჩაბარებულ გამოცდად მიიჩნიეს სინდისის პატიმრების ადვოკატებმა. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ მოსამართლე ქართული ოცნების პოლიტიკური ინსტრუმენტია, რის გამოც ის დამოუკიდებელ და ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერც ანტირუსულ აქციაზე დაკავებული სხვა პატიმრების საქმეებზე მიიღებს. ამ მიზეზით ადვოკატებმა გალუსტაშვილის აცილება მოითხოვეს. 4 წლით და 6 თვით გაუშვით ის ახალგაზრდა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის. თქვენ ბატონო მოსამართლე, ამ განაჩენით ფაქტიურად გახდით პოლიტიკური მარცხაჯულების ინსტრუმენტი, ვაყენებთ თქვენს აცილებას, რადგანაც არ არსებობს მოცემულობა, არ არსებობს პერსპექტივაში განჭვეტადი თქვენ დამინდობა დაცვის ხარისხიდან რომ მიიღებთ ობიექტურ სამართლიან გადაწყვეტილებას. სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესები წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბებულ მართლმსაჯულების სისტემას ახსენებს ნათია კოტრიკაძეს. წინა მოსამართლებსაც ეგონათ, რომ ყველაფერი შერჩებოდათ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მე დღეს უფრო მიკლირს და უფრო სანატრელი გამიხდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიცის ჩემი პოზიცია, რომ მე ნაცი არასდროს არ ყოფილა და მიშა სააკაშვილის და მისი ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი, მართლა სანატრებელი გამიხდა, მე პირადად, იმიტომ რომ ესეც მსგავსი არ ხდება, მონობაზე და წყევლაზე კონსტიტუცია მოიგეს, დაამახინჯეს, დაანაწევრეს კონსტიტუცია. მონობაზე ეხლა დღეს ვამბობდი, უნდა დავწერო ერთი მონა და ეგებ მე სასამართლო არ მასვენებს, ეგ ერთი 10 დღე გამომკეტო და დავისვენო. მოსამართლე გალუსტაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პოლიტპატიმრების საქმიდან თავი არ აიცილა. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. გამოკითხეს პოლიციელი, რომელმაც საქმის მასალების მიხედვით ვალერი თეთრაშვილი ვიდეოშიც ამოიცნო და შემდეგ მის დასაკავებლად ყაზბეგში წავიდა. ადვოკატმა მოწმეს ჰკითხა დარბაზში მყოფი ბრალდებულებიდან, რომელი იყო თეთრაშვილი, რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ ის მის პირდაპირ იდგა და უყურებდა. არადა ვალერი თეთრაშვილი დღევანდელ სასამართლოს სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა. შეგიძლიათ მიმითითოთ, რომელია ბატონი ვალერი? ახალი პირდაპირ დგას. ბატონო? აი დგას პირდაპირ. კარგით, მადლობთ. იცით რა მაინტერესებს, როცა ჩამოიყვანეთ უკვე თბილისში ბატონი ვალერი? დიახ. ჯერ დაუბრუნდით. რომელი არის აბა ბრძანები? აი ეგ პირდაპირ მიყურებს. მიღებულია პასუხი. მან თქვა, რომ მან რამოდენიმე საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და მათ შორის ვალერი თეთრაშვილი ნანახი ყავდა ვიდეოზეც კი. მას თხოვე რომ ეჩვენებინა დარბაზში თუ რომელი იყო ბატონი ვალერი თეთრაშვილი და ჩვენ დღეს გავიგეთ, რომ ამ პროცესზე ყოლია ორი ვალერი და ორივე თეთრაშვილი, რომელიც ერთი დარბაზში იყო და მეორე გდანის მერვე დაწესებულებაში. იგივე პოლიციელი გოგიტა ხარატიშვილია ჯანო არჩაიას დამკავებელიც. მოწმე სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩაატარა და სინდისის პატიმარი იმ დროს დააკავა, როცა არჩაია მარტო იყო. ბრალდებულმა პოლიციელი სიცრუეში ამხილა. ჩემს გონდა რაღაც პრობლემა და გამომძიებელმა დაურეკა იგივე ტყუილის სახით მიგვიტყუეს პოლიციასთან. რომ ხელია საბუთებზე მოსაწერიო. პოლიციასთან მანქანა არ ყავდა გაჩერებული, რომ მანქანიდან გადმოგვიყვანეთ. ჩემი ბიჭიც დაკავებული ყავდა სხვათა შორის. და თქვენი ძახით მარტო დავაკავითო. ჩემი ბიჭი რა შემთხვევაში რატო დააკავეთ?
არ ვერ ხვდები რაზე გაქვთ საუბარი ხა მე თქვენი ბიჭი მარტო იყავით პატრიცებულო მარტო როგორ ვიყავი მანქანაში ვისყიდით მე და ჩემი ბიჭი სინდისის პატიმრების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ივნისს გაგრძელდება. ბრალდებულები და მათი უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ პროცესები ფარსია და გადაწყვეტილება ოცნების პარტიული დავალების შესაბამისად ყველა საქმეზე უკვე მიღებულია.